გუგა, ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის გამო დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ასობით მგზავრი მეტროს გვირაბში იყო ჩარჩენილი, ნაწილი მათგანი მატარებლებში, რომლებიც ვერ ახერხებდნენ გაჩერებას მეტროსადგურებზე, თუმცა ამ წუთებში ახლა დაახლოებით 20 წუთია უკვე სრულად აღდგა მეტროში ორივე ხაზზე მოძრაობა და მგზავრებს აქვთ შესაძლებლობა რომ დატოვონ მეტროსადგურები, შევიდნენ და იმგზავრონ თავისუფლად. ყველა მეტროსადგურის შესასვლელი 9 საათის განმავლობაში იყო გადაკეტილი, მგზავრებს არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რა ხდებოდა შიგნით, რატომ არ უშვებდნენ, იცოდნენ ის რომ ელექტროენერგია არ იყო ერთადერთი და ისინი ელოდებოდნენ ბუნებრივია კარის გაღებას. ყველა შესასვლელი თბილისის მასშტაბით მეტროსადგურის იყო ჩაკეტილი, მგზავრთა ნაწილი, ასობით მგზავრი მეტროში იყო, შეიძლება ითქვას, გვირაბებში იყო ჩარჩენილი, ნაწილი მათგანი მატარებლებში. ახლა უკვე სრულად არის აღდგენილი მოძრაობა, მგზავრებს თავდაპირველად, რომლებიც ელოდებოდნენ კარის გაღებას, უთხრეს რომ მხოლოდ სამხრივად შეეძლოთ მათ მგზავრობა, ერთი ხაზი მუშაობდა, თუმცა რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ორივე ხაზი ახლა სრულყოფილად მუშაობს და მგზავრები თავისუფლად გადაადგილდებიან. არავინ არ გამოსულა. 9 საათი გათიშული იყო, მაგრამ არავინ არ გამოკარები დაკეტეს. შიგნით ჩარჩა ხალხი ამ გამო. რავი, არა ჩანდა, დაკეტილი იყო კარები. სადაც ვიყავ გაძალადებული. დიახ. სადღაც 15 წუთი იყო ძაბვა დაორდილი, მე გამოგვიცხადა რომ ძაბვა დაორდილიაო და არ ვიცით როდის წავაო და გამოვედით მეტროდან. ერთმანეთს უკავშირდებოდნენ რომ გაერკვიათ რომ ვისაც იყო გაჩერებული. არ გამოსულა, არავის არაფერი არ თქვა ამს. თქვენ დიდი ხანი ელოდებით თქოთ. რა თქოს? მალე იქნება რა ვიცი, ზუსტად ჩვენ და ვიცი, შეიძლება გაუშვებს, აბა გაუშვა? ეხლა აღდგა მოძრაობა რომელიც ზოგ სადგურზე კი, დანარჩენი ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს. ელექტროენერგია მოსულია, ანუ აღდგენილია. ელექტროენერგიის გლობალური გათიშვის გამო გაჩერებული იყო სარკინიგზო მოძრაობაც რამდენიმე წუთის წინ განცხადება გააკეთეს საქართველოს რკინიგზაში, რომლითაც ადასტურებენ, რომ ამ წუთებში ორივე მიმართულებით, თბილისის მიმართულებით და ყველა რეგიონის მიმართულებით სარკინიგზო მოძრაობა არის აღდგენილი. მადლობა სოფო, ეს იყო სოფონიაური.